რომ დღეს გავაკეთეთ ბევრი რაღაცა, ანუ ბევრი რჩევა მივეცით, ვარჯიში იყო, შოკოლადის შეხვევები იყო, თუმცა აქ ჩვენი ნინო ისევ ჩვენთან არის და რას ჩვენი ნინო ისევ ჩვენთან არის, ამ ეხლა უკვე უკანა ხედით. და ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაგვეხმარება, რომ აი ამ აპარატს, ესე იგი, შევეხოთ ნინო, მე არ ამჯერად ჩვენ შეეხები და ამის დიდი პრივილეგია გაქვს, იმიტომ რომ ეს აპარატი აკეთებს ისეთ პროცედურებს, რაც ჯერ არ ყოფილა, არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. და თქვენ მოდი დაიწყეთ ამის პროცედურის გაკეთება და მანამდე მე მინდა დაუძახო ექიმს სანდრო ბოჭორიშვილს. გთხოვთ სანდრო, მოგესალმებით. აი დავაბრძანდით. სანდრო თავის პროფესიით არის უროლოგი და ეს აპარატით მე როგორც ვიცი თავიანთი პროფესიით იქნა თავიდან ჩამოტანილი, მაგრამ იმდენად რამდენადაც აქვს ესეთი თავები სხვადასხვა პროცედურებისთვის ჩვენ ვიხელთეთ დრო და როდესაც ცელულიძე ქონა გადაცემა მოგიწვიეთ თქვენი აპარატიანად და მოდი ამაზე ვისაუბროთ. ანუ უროლოგიური პროცედურებისთვის ჩამოიტანეთ და ცელულიტის გამოდგა? არა, უროლოგიური, ანუ ეს არის დარტყმითი ტალღის აპარატი, რომელიც მრავალ ძიმე დაავადებას კურნავს და დღეს ჩვენ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას ესთეტიკურ მედიცინაზე და კერძოდ ცელულიტზე. ეს არის მტერი ნებისმიერი ქალის, რომელსაც ვერაფერს ვერ უკეთებს. საერთოდ არის მძიმე დაავადებებს კურნავსო და აი როგორ თქვათ უროლოგიური დაავადებები არის ასევე დაიწყეთ ორთოპედიული დაავადებები ასევე დიაბეტური ხო დიაბეტური ტერფის დროსაც ანუ დიაბეტური ტერფის დროს რა ხდება ანუ არ ხდება სათანადო სისხლის მიწოდება და ხდება განგრენა და მე შეიძლება ამპუტაციითაც კი დამთავრდეს ეს ისა ეს ამას ყველაფერს ცვლის. და მოდი ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად ცელულიტზე, ესე იგი ამ აპარატის საშუალებით სისხლძარღვების აღდგენა ხდება, ან თქვათ ახალი სისხლძარღვების გაჩენა, ხო ამ ტალღების გაჩენა? მართალი ხარ ეკო, დიახ, ანუ არსებული სისხლძარღვების გაჯანსაღება და ახალი სისხლძარღვოვანი წნულის გაჩენა, ანუ ახალი კაპილარების, ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა. ეს შესაძლებელია, რომ წარმოუქმნათ ახალი კაპილარი? ზღაპრული სიუჟეტივით მისახა ახალი კაპილარი. ზღაპრული კი ბატონო, მაგრამ ეს რეალობა არის. ეს არის ინოვაცია არა ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ ეს აპარატი და ჩვენ ამიერკავკასიაში არ არსებობს. მე ვიცი, რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, მე თვითონ მოვესწარი ამას ადამიანები კვირაში ერთხელ რომ ეს გაიკეთოთ. კი, ევროპიდან ჩამოდიან ჩვენთან და იკეთებენ და მიფრინავენ. ევროპაში უჭირთ არა აქვთ აპარატი. არა. კიდევ უფრო. უბრალოდ ჩვენ აქ მაქსიმალურად ქართულ ბაზარს მოვერგებთ და ამიტომ. და აბსოლუტურად უმტკივნეულოა, ხო? ახლა რასაც უკეთებთ, ეს არის, ხო, პროცედურის მიმდინარეობა? არა, ეს არ არის. ანუ ეს პროცედურა შეიცავს 3 ეტაპს. ანუ ახლა მიმდინარეობს ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა და ნივთიერებათა ცვლის ეს გაძლიერება იმ ზონაზე, სადაც საჭიროა ცელულიტისადმი. კეთდება ახლა პროცედურა. თუ შეიძლება ნინოს კითხავ, ნინო მტკივნეულია პროცედურა თუ სასიამოვნოა? აჰა, თანაც სასიამოვნოა. მაქსიმუმ შესაძლებელია პატარა წიწვნის გზნობა იყოს. ხო, ეს ხმაც მიგვითითებს იქითკენ რომ შეიძლება მართლაც იყოს, მაგრამ რა უჭირს? და ასევე შემდეგ არის კიდე რამდენიმე სხვადასხვა ანუ რამდენიმე თავი აქვს, დიახ ეკო, ანუ ეს არის ახლა პირველი, რომელიც დროსაც ხდება ახალი სისხლძარღვების წარმოქმნა და ნივთიერებათა ცვლა, მეორე ცოტა ხანში დაიწყებს სავარაუდოდ მარი და ის იქნება უკვე ეს ერთი სეანსის დროს ხდება სამივე ეტაპი? თავისთავად და ანუ ეს ერთი სეანსი დაახლოებით საჭიროებს საათ-ნახევარს. ეხლა ჩვენ ვერ ეთერი არ ვაქვს ამის საშუალებას, უბრალოდ ჩქარ-ჩქარა გავივლით იმ ეტაპებს თუ რა კეთდება. და რამდენი უნდა გავიკეთო ცელულიტის პატრონმა, რომ რაღაცნაირად გამოვემშვიდობო? ცელულიტის პატრონმა პირველივე სეანსზე იტყვის, რომ ვაუ, რა მომივიდა. ან მოიჭიმება პირველივე კი სეანსზე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კადრებიც და შეგვიძლია ვნახოთ ცოტა ხანში ალბათ კადრებსაც გავუშვებენ. აი ეს არის კადრები, ანუ ესე ხდება
ანუ ეს ეხლა ამ ხდება შემთხვევაში ეს არის ასეთია ეფექტი. აბსოლუტურად ფოტოშოპის გარეშე. ასევე ამერიკული გადაცემა ექიმები, რომელიც გადის ამერიკაში. მინახავს ეს აპარატი რაღაც ამერიკაში იყო სწორედ ამ აპარატზე და ამ პროცედურებზე საუბარი და ისინიც ამბობდნენ თვით ამერიკაში და ესეთ პროექტში, როგორიც არის ამერიკული ექიმები, რომ ეს არის აბსოლუტურად ანალოგის გარეშე აპარატი, რომელსაც შეუძლია დღესდღეობით არსებულ მეთოდებიდან ეს არის ერთადერთი, რომელიც რეალურად ამარცხებს სიმე ხარისხის ცელულიტს და ასევე ანუ ყველა ხარისხის გაჩვენ ხარისხებზე საუბრობთ. ნებისმიერ ხარისხს. ნებისმიერ ხარისხს. რაც უფრო სიმე ხარისხის დაზიანება, მით უფრო ეფექტური არის, იმიტომ ეს გენეტიკური შეიძლება იყოს ცელულიტი. ცელულიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელი, ანუ ესე ჯერჯერობით არის მარტო თეორიები რა იწვევს ზუსტად ცელულიტს. ხო, ამბობენ ალკოჰოლი, თამბაქო, სტრესი, ცხიმებისა, მაგრამ უმოძრაო ცხოვრება და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი უმოძრაო მინახავს, რომელსაც ერთი ცელულიტიც არ აქვს და პირიქით ძალიან სპორტულია, ჯანსაღი ცხოვრების რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ცელულიტი. ბავშვებშიც მინახავს, ბავშვებს აქვს, კი, ყველას. ხშირ შემთხვევაში არის ხო ეს დამოკიდებულება სხვა რაღაცებზე. ეხლა აი ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება მეორე ეტაპი, ანუ ეს მეორე ეტაპი უკვე გარშემო შლის, ხო, ამ აი დავიწყეთ მარიბარემ. ეს ცოტა ავტომატის ეფექტი ექნება. დიახ, ეს ეხლა ხდება ამ დაშლილი უკვე ცხიმის გამოდევნა იმ ზონიდან, ან და ლიმფური სადინრებით მიმართულებას უჩვენებს, რომ ანუ მიდის გადიო, დიახ. ანუ ამიტომ ესე იგი, მე ვიცი რომ კეთდება ქვემოდან ზემოთ ეს, რათა ლიმფური სადინრების. კი ბატონო, დიახ. ანუ სიასის შემდეგ ბოდიში უნდა გკითხოთ, ადამიანს უნდება უფრო მეტი გამოყოს შარდი. შარდის კი ბატონო და ნუ ამით ხდება სითხის გამოდევნა. ამით ხდება სითხის სახით ხდება აი იმ დაშლილი ნივთიერებების გამოდევნა, აი მავნე ნივთიერებების გამოდევნა. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევას თუ აუმჯობესებს მარტო ცელულიტისთვის არა, ეს მთლიანად ორგანიზმისთვის ალბათ უნდა იყოს რაღაც დადებითი. თავისთავად, ანუ ეს უბრალოდ სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და ახალი სიზარღვები წარმოიქმნება უშუალოდ იმ ზონაში, სადაც კეთდება ეს პროცედურა. სახეზე შეიძლება რომ გაკეთდეს? სახეზე კეთდება სხვა თავაკით, აქ არა გვაქვს ახლა წამოღებული და ის არის უკვე ნაოჭების საწინააღმდეგო. ნაოჭების არა, კონკრეტულად სხვა გამიჩნდა ესე. ნანიკო. ავტოზი ჩემი არ კეთდება შუბზე და თვალებზე, მე არა, როგორც ეს ხდება მიმიკურ ნაოჭებს. ხო, და პტოზ. და ასეთივე ეფექტი აქვს, როგორიც ცელულიტის დროს? ყველაზე მაღალი ეფექტი აქვს ცელულიტის დროს, თუმცა მანდაც ყველანაირი გარე, ანუ უმკივნეულო, არავითარი, ანუ გაიკეთა, გადიხარ და არც შესიება არ არის არც მაგრამ ცელულიტის დროს რო ვხედავ პირველივე სეანსის შემდეგ შედეგს, აქტოზის დროსაც ვხედავ შემდეგ. აი სოფიკო კადრებია ეხლა. აი ვხედავთ კი. ცელულიტო და არის ასევე მესამე თავაკი აქ ამ აპარატს, მაგ დროს აი თუ მოვასწრებ და გააკეთებს მესამე თავაკს, მოდი მარი გააკეთე, ეს არის ძალიან ძლიერი მასაჟი. ანუ ეს არის ძალიან ძლიერი მასაჟორი, ანუ ყველანაირი ძალის მიერ ხელით მასაჟზე უფრო მეტად ძლიერი. ნინო, რა სიტყვი? ეს უკვე ბევრად სასიამოვნო და ნახე როგორ მოძრაობს კანი ძლიერი დაწოლის როცა დააწვევით ამ თავაკს, მე უკვე საკმაოდ მოძრაობს კანი და ხდება აი ლიმფოდრენაჟივით არის ფაქტიურად. ეს გელია ჩვეულებრივი, რითიც სპეციალური გელი არის, დიახ, რომ იყოს უფრო კარგი კონტაქტი ამ გადამწოდსა და კანს შორის, რომ შეღწევადობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. ანუ ბოლო დროს რაც კი აპარატები მოუგონიათ, ყველაფერი ხდება გელის საშუალებით. დიახ. ნებისმიერი რამ. ძირითადად ცელულიტი გვაქვს ფეხზე, ხო, ბარძაყზე. ყველგან შეიძლება ამ აპარატებზე თავისთავად, ამითი შესაძლება ძირითადი ზონები არის ეს ქვემო კიდურები, ზემო კიდურები და მუცელი. ანუ მუცელზეც შეიძლება. მუცელზე შესაძლებელი, მუცელზე ასევე შესაძლებელი არის პოსტოპერაციული ნაწიბურების გაქრობა, ცუდი სიტყვა არის, გასადავება და ის ფაქტიურად შეუმჩნეველიც. ანუ ფერი შეიძლება გავიყვანოთ, ანუ პიგმენტი უნდა შევცვალოთ. იქ მკვდარი ზონა ხშირად არის წითელი ზოლი. დიახ. ბატონო. სტრიები არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონებისთვის. ანალოგიურად ეს აპარატი მოქმედებს სტრიებზეც. როგორი ეფექტი აქვს? ასევე მინიმუმამდე დაყავს, ალბათ ვერ ქრება. ასევე მინიმუმამდე დაყავს და პრაქტიკულად უხილავს ხდის
თუმცა მაინც ცელულიტისთვის ყველაზე ეფექტურია. მე თქვენ გეტყვით ახლა პატარა მაგალითს ხალების შველა გამოჩნდა. მე რომ ვისაუბრეთ ამ აპარატზე და მაინტერესებდა, მოდი სანამ თქვა მივიტანთ გადაცემაში თქო, გამოვცდი. მოგეხსენებათ, მე მაქვს ბევრი ხალები და ეს იმდენად ყვებავს ეს აპარატი უჯრედებს, ქსოვილს, ანუ ამ სიზარღვების გაჯანსაღების ხარჯზე იმდენად იკვებება შიგნიდან უკვე ესეთი ღრმა დერმა, რომ ხალებზე ღირს თუ არა დაფიქრდა და დაურეკა ექიმს სანდრომ, რომელიც არის ჩემი, თქვათ, ამ ხალების ასე ვთქვათ, ექიმი და კითხა, რომ თუ შეიძლება ამ პროცედურის გაკეთება, იმიტომ რომ იმდენად ყვებავს კანს, რა თქმა უნდა შეიძლება, იმიტომ რომ ეს კი, მაგრამ იმიტომ ეს ძალიან პატარებია და არაფერი არ არის, რომ თუ თქვათ არის რაღაცა ცოტა ბოროტული წარმონაქმნის, ანუ ისიც კი გამოიკვებება, ისეთი მაქსიმალური ის არის კოქტეილი ყვების კანის ამ დროს. გაიკეთე? კი, გავიკეთე. მართლა? და მე უბრალოდ შენო ტყუილა გაიკეთეო, მითხრა და მე მინდა ცოტა ისეთიო, ვისაც დაეტყობა ეს პროცედურაო. მოდი, ეხა და სახეზეც მომინდა გაკეთება უფრო ვიდრე ტანზე. სახეზეც იგივე დრო ჭირდება საათი? არა, სახეზე გაცილებით ნაკლები დრო ჭირდება, ანუ დაახლოებით 20 წუთი ნახევარი საათი. მოცულობა პატარაა და მოკლედ 2 საათით მიხვალ და წამოხვალ უცელულიტო და ფტოზი. მაგრამ მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ ამ შემთხვევაშიც კი ესეთი აპარატი, რომელიც მესამე-მეოთხე სტადიის ცელულის კურნავს, ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია ჯანსაღი ყვება ვარჯიში, ბევრი სითხის დალევა, იმიტომ რომ უნდა მოხდეს აუცილებლად იმ დაშლილი ცხიმების გამოდევნა სითხის სახით და ასევე თუ თქვენ ამ პროცედურის მერე ჩაიფენთ ხინკლებს, არა კარგია, ეგ ძალიან არა კარგია, მაგრამ ვარჯიშის მერე გთხოვენ რომ 2 საათი შევიკავოთ თავი ყვებისგან. იცით რა, ამ პროცედურას, როდესაც ვიკეთებთ, ანუ ეს პროცედურა კეთდება ესეთი ინტერვალებით, ან კვირაში ერთხელ, ან კვირაში ორჯერ. და პაციენტმაც რა საკვირველია, თვითონაც უნდა შეუწყოს ხელი, ანუ მარტო მოვიდა, გაიკეთა და კი, ანუ რეზულტატი ექნება, მაგრამ ის რო იყოს ხანგრძლივი და სამუდამო პაციენტმა უნდა შეიცვალოს შესაძლოა სამუდამო იყოს ეს შესაძლებელია ეს იყოს წლების განმავლობაში მყარი ესეთი შედეგი შეუწყო ყვები და არ შევჭამ ცხიმიანს აი რაც ეკომი ისაუბრა წინა ბლოგში ეს არის ყვებით და ვარჯიშით ორივე ასაკს მნიშვნელობა აქვს ასაკს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს სიზარღვების გაჯანსაღებაც ხდება და თქვათ წარმოშობაც ანუ შესაბამისად პირიქით რაც უფრო ასაკში არის მით უფრო ეფექტური შეიძლება იყოს იმდენად რამდენადაც სანდროს უნდა რომ იყოს ასაკიანი იყოს მსუქანი ბევრი ცელულიტით იმიტომ რომ მისმა ბედნიერმა თვალმა უფრო ხილულად დაინახოს არა რა აპარატიო მოქმედებს უფრო მეტად მეოთხე ხარისხის ცელულიტზე ხილული შეიძლება რომ უცბად პაციენტი ყოფილა ესეთი შემთხვევები როდესაც უცბად წამოხტარა ამ პროცედურის შედეგად გაგიჟდა ქვია ამას ჩვენ ენაზე კი ბატონო სანდრო მე ვიცი კიდე ესეთი რამ, ანუ მე თუ მოვესწარი უფრო სწორად ესეთ საუბარს, რომ ესე იგი, რაც უფრო დრო გადის, უფრო მეტი ეფექტია. შეიძლება თქვათ პროცედურას გაკეთება, პროცედურების დამთავრებული იყოს, მაგრამ პაციენტი აგრძელებდეს თქვათ ვარჯიშს და ჯანსაღი ცხოვრების რიტმს და ამასობაში უფრო მეტად გამოჩნდეს მისი ეფექტი. მართალი ბრძანდები, ეკო, ანუ ეს ეფექტი გრძელდება ხანგრძლივად, ანუ არ შეიძლება რომ ერთ პირველივე სეანსზე ის სისარღვი არ წარმოიქმნება. რასაკვირველია, ამას ჭირდება დრო. პროცედურა, ანუ რომ მივიღოთ კარგი მყარი შედეგი, ამისათვის საჭირო არის დაახლოებით 6-დან 10 პროცედურამდე. ნებისმიერი ხარისხის ცელულის ჭირდება 6-დან 8 პროცედურა. 6, 8, 10, 12 გააჩნია. რაც უფრო შორსწასული პროცესია, მით უფრო რთულია მისი და უფრო მეტი პროცედურა არის საჭირო. მაგრამ აი რაც ეკომ თქვა, რაც უფრო დრო გადის, მით უფრო ხედავს პაციენტის შედეგს. და ეს გრძელდება მიუხედავად იმისა, რომ ის აღარც ამ პროცედურას აღარც ხინკალს ჭამს, ხელს უწყობს პროცედურას არ იკეთებს. აღარც პროცედურას არ იკეთებს, რაც ყველაზე მთავარია.
კარგი, სანდრო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, ამ დიდი აპარატის ჩვენთან მოჩაქჩაქებისთვის. ეს იყო ექიმი სანდრო ბოჭორიშვილი და მარი ობოლაშვილი ექთანი, რომელიც აკეთებს ამ პროცედურებს და ნინო, ულამაზესი ნინო, რომლის დაბადების დღეს არის და ჩვენ საჩუქრად გადმოგცემთ ამ სელფაკის ჰიგიენურ ხელსახოცებს და სხვა ნივთებს, რომელიც გამოგაგდება იმდენი რაღაცა წაგათხებნეთ, რომ ყველაფერი რომ მოიშოროთ. გადაცემაში თქო, გამოვცდი. მოგეხსენებათ, მე მაქვს ბევრი ხალები და ეს იმდენად ყვებავს ეს აპარატი უჯრედებს, ქსოვილს, ანუ ამ სიზარღვების გაჯანსაღების ხარჯზე იმდენად იკვებება შიგნიდან უკვე ესეთი ღრმა დერმა, რომ ხალებზე ღირს თუ არა დაფიქრდა და დაურეკა ექიმს სანდრომ, რომელიც არის ჩემი, ვთქვათ, ამ ხალების ასე ვთქვათ, ექიმი და კითხა, რომ თუ შეიძლებოდა ამ პროცედურის გაკეთება, იმიტომ რომ იმდენად ყვებავს კანს, რა თქმა უნდა შეიძლებოდა, იმიტომ რომ კი, მაგრამ იმიტომ ეს ძალიან პატარებია და არაფერი არ არის, რომ თუ ვთქვათ არის რაღაცა ცოტა ბოროტული წარმონაქმნის, ანუ ისიც კი გამოიკვებება, ისეთი მაქსიმალური ის არის კოქტეილი კვების კანის ამ დროს. გაიკეთე? კი, გავიკეთე. მართლა? და მე უბრალოდ შენო ტყუილა გაიკეთეო, მითხრა და მე მინდა ცოტა ისეთიო, ვისაც დაეტყობა ეს პროცედურაო. მოდი, ეხა და სახეზეც მომინდა გაკეთება უფრო ვიდრე ტანზე. სახეზეც იგივე დრო ჭირდება, არა, სახეზე გაცილებით ნაკლები დრო ჭირდება, ანუ დაახლოებით 20 წუთი ნახევარ საათი. მოცულობა პატარაა და მოკლედ 2 საათით მიხვალ და წამოხვალ უცელულიტო და ფტოზი. მაგრამ მინდა ვუთხრა მაყურებელს, რომ ამ შემთხვევაშიც კი ესეთი აპარატი, რომელიც მესამე-მეოთხე სტადიის ცელულის კურნავს, ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია ჯანსაღი კვება ვარჯიში, ბევრი სითხის დალევა, იმიტომ რომ უნდა მოხდეს აუცილებლად იმ დაშლილი ცხიმების გამოდევნა სითხის სახით და ასევე თუ თქვენ ამ პროცედურის მერე ჩაიფენთ ხინკლებს, არა კარგია. ძალიან არა კარგია, მაგრამ ვარჯიშის მერე გთხოვენ რომ 2 საათი შევიკავოთ თავი კვებისგან. იცით რა, ამ პროცედურას, როდესაც ვიკეთებთ, ეს პროცედურა კეთდება ესეთი ინტერვალებით, ან კვირაში ერთხელ, ან კვირაში ორჯერ. და პაციენტმაც რა საკვირველია, თვითონაც უნდა შეუწყოს ხელი, ანუ მარტო მოვიდა, გაიკეთა და არფსავშვილის. კი, ანუ რეზულტატი ექნება, მაგრამ ის რო იყოს ხანგრძლივი და სამუდამო პაციენტმა უნდა შეიცვალოს შესაძლოა სამუდამო იყოს ეს შესაძლებელია ეს იყოს წლების განმავლობაში მყარი ესეთი შედეგი მივიღოს. კვები და არ შევჭამ ცხიმიანს. აი რაც ეკომი ისაუბრა წინა ამერიკაში იყო სწორედ ამ აპარატზე და ამ პროცედურებზე საუბარი და ისინიც ამბობდნენ თვით ამერიკაში და ესეთ პროექტში, როგორიც არის ამერიკული ექიმები, რომ ეს არის აბსოლუტურად ანალოგის გარეშე აპარატი, რომელსაც დღესდღეობით არსებულ მეთოდებიდან ეს არის ერთადერთი, რომელიც რეალურად ამარცხებს სიმე ხარისხის ცელულს და ასევე ანუ ყველა ხარისხებზე საუბრობთ. ნებისმიერ ხარისხს? ნებისმიერ ხარისხს. რაც უფრო სიმე ხარისხის დაზიანება, მით უფრო ეფექტური არის, იმიტომ რომ ეს გენეტიკური შეიძლება იყოს ცელულიტი. ცელულიტის გამომწვევი მიზეზი შესაძლებელი, ანუ ესე ჯერჯერობით არის მარტო თეორიები რა იწვევს ზუსტად ცელულიტს. ხო, ამბობენ ალკოჰოლი, თამბაქო, სტრესი, ცხიმების, მაგრამ უმოძრაო ცხოვრება და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრი უმოძრაო მინახავს, რომელსაც ერთი ცელულიტიც არ აქვს და პირიქით ძალიან სპორტულია, ჯანსაღი ცხოვრების რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ცელულიტი. ბავშვებშიც მინახავს, ბავშვებს აქვს, კი, ყველას. ხშირ შემთხვევაში არის ხო ეს დამოკიდებულება სხვა რაღაცებზე. ეხლა აი ჩვენ ვხედავთ, რომ იწყება მეორე ეტაპი, ანუ ეს მეორე ეტაპი უკვე გარშემო შლის, ხო, ამ აი დავიწყეთ მარი ბარემ. ეს ცოტა ავტომატის ეფექტი ექნება. დიახ, ეს ეხლა ხდება ამ დაშლილი უკვე ცხიმის გამოდევნა იმ ზონიდან. ან და ლიმფური სადინრებით მიმართულებას უჩვენებს, რომ ანუ მიდის გადიო, დიახ. ანუ ამიტომ ესე იგი, მე ვიცი რომ კეთდება ქვემოდან ზემოთ ეს, რათა ლიმფური სადინრების. კი ბატონო, დიახ. ანუ სეანსის შემდეგ ბოდიში უნდა გკითხოთ, ადამიანს უნდება უფრო მეტი გამოყოს შარდი. შარდის კი ბატონო და ნუ ამით ხდება სითხის გამოდევნა. ამით ხდება სითხის სახით ხდება აი იმ დაშლილი ნივთიერებების გამოდევნა, ანუ მავნე ნივთიერებების გამოდევნა. გარდა ამისა, სისხლის მიმოქცევას თუ აუმჯობესებს მარტო ცელულიტისთვის არა, ეს მთლიანად ორგანიზმისთვის ალბათ უნდა იყოს რაღაც დადებითი. თავისთავად, ანუ ეს უბრალოდ სისხლის მიმოქცევა
უმჯობესდება და ახალი სიზარღვები წარმოიქმნება უშუალოდ იმ ზონაში, სადაც კეთდება ეს პროცედურა. სახეზე შეიძლება რომ გაკეთდეს? სახეზე კეთდება სხვა თავაკით, აქ არა გვაქვს ახლა წამოღებული და ის არის უკვე ნაოჭების საწინააღმდეგო. ნაოჭების არა, კონკრეტულად სხვა გამიჩნდა ეს. ნანიკო. კაპილარების ახალი სიზარღვების წარმოქმნა. ეს შესაძლებელია რომ წარმოუქმნათ ახალი კაპილარი? ზღაპრული სიუჟეტივით მესმის ხა ახალი კაპილარი. ზღაპრული კი ბატონო, მაგრამ ეს რეალობა არის. რეალობაა ეს არის ინოვაცია არა ჩვენთან, არამედ მთელ მსოფლიოში შეგიძლიათ ინტერნეტშიც მოიძიოთ ეს აპარატი და ჩვენ ამიერკავკასიაში არ არსებობს. მე ვიცი რომ სხვა ქვეყნებიდან ჩამოდიან, მე თვითონ მოვესწარი ამას ადამიანები კვირაში ერთხელ რომ ეს გაიკეთოთ. კი, ევროპიდან ჩამოდიან ჩვენთან და იკეთებენ და მიფრინავენ. ევროპაში უჭირთ არა აქვთ აპარატი. არა. კიდევ უფრო. უბრალოდ ჩვენ აქ მაქსიმალურად ქართულ ბაზარს მოვერგებთ და ამიტომ. და აბსოლუტურად უმტკივნეულოა, ხო? ახლა რასაც უყურებთ, ეს არის, ხო, პროცედურის მიმდინარეობა? არა, ეს არ არის. ანუ ეს პროცედურა შეიცავს 3 ეტაპს. ანუ ახლა მიმდინარეობს ახალი სიზარღვების წარმოქმნა და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერება იმ ზონაზე, სადაც საჭიროა ნუცელულიtis. სადაც კეთდება ახლა პროცედურა. თუ შეიძლება ნინოს კითხავ, ნინო მტკივნეულია პროცედურა თუ სასიამოვნოა? აჰა, თანაც სასიამოვნოა. მაქსიმუმ შესაძლებელია პატარა წიწვნის გზნობა იყოს. ხო, ეს ხმაც მიგვითითებს იქითკენ რომ შეიძლება მართლაც იყოს, მაგრამ რა უჭირს? და ასევე შემდეგ არის კიდე რამდენიმე სხვადასხვა ანუ რამოდენიმე თავი აქვს, დიახ ეკო, ანუ ეს არის ახლა პირველი, რომელიც დროსაც ხდება ახალი სიზარღვების წარმოქმნა და ნივთიერებათა ცვლა. მეორე ცოტა ხანში დაიწყებს სავარაუდოდ მარი და ის იქნება უკვე. ეს ერთი სეანსის დროს ხდება სამივე ეტაპი? თავისთავად და ანუ ეს ერთი სეანსი დაახლოებით საჭიროებს საათ-ნახევარს. ეხლა ჩვენ ვერ ეთერი არ გვაქვს ამის საშუალებას, უბრალოდ ჩქარ-ჩქარა გავივლით იმ ეტაპებს თუ რა კეთდება. და რამდენი უნდა გავიკეთო ცელულიტის პატრონმა, რომ რაღაცნაირად გამოვემშვიდობო? ცელულიტის პატრონმა პირველივე სეანსზე იტყვის რომ ვაუ რა მომივიდა. ან მოიჭიმება პირველივე კი სეანსზე. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა კადრებიც და შეგვიძლია ვნახოთ ცოტა ხანში ალბათ კადრებსაც გავუშვებენ. აი ეს არის კადრები, ანუ ესე ხდება ანუ ეს ეხლა ხდება. ამ შემთხვევაში აი ეს არის აბსოლუტურად ფოტოშოპის გარეშე. ასევე ამერიკული გადაცემა ექიმები, რომელიც გადის ამერიკაში. მინახავს ეს აპარატი. აი არ კეთდება შუბზე და თვალებზე, მე არა ეს ხდება მიმიკურ ნაოჭებს. ხო და პტოს. და ასეთივე ეფექტი აქვს როგორც ცელულიტის დროს? ყველაზე მაღალი ეფექტი აქვს ცელულიტის დროს, თუმცა მანდაც ყველანაირი გარე, ანუ უმკივნეულო არავითარი, ანუ გაიკეთა, გადიხარ და არც შეცდომა არ არის არც. მაგრამ ცელულიტის დროს რო ვხედავ პირველივე სეანსის შემდეგ შედეგს, აქტოზის დროსაც ვხედავ შედეგს. აი ყველაზე დიდი კადრებია ახლა. აი ვხედავთ კი. ცელულიტო და არის ასევე მესამე თავაკი აქ ამ აპარატს, მაგ დროს აი თუ მოვასწრებ და გააკეთებს მესამე თავაკს, მოდი მარი გააკეთე, ეს არის ძალიან ძლიერი მასაჟი. ანუ ეს არის ძალიან ძლიერი მასაჟორი, ანუ ყველანაირი ძალის მიერ ხელით მასაჟზე უფრო მეტად ძლიერი. ნინო რა სიტყვი? ეს უკვე ბევრად სასიამოვნო და ნახე როგორ მოძრაობს კანი ძლიერი დაწოლის როცა დააწვევით ამ თავაკს, მე უკვე საკმაოდ მოძრაობს კანი და ხდება აი ლიმფოდრენაჟივით არის ფაქტიურად. ეს გელია ჩვეულებრივი, რითიც სპეციალური გელი არის, დიახ, რომ იყოს უფრო კარგი კონტაქტი ამ გადამწოდსა და კანს შორის, რომ შეღწევადობა იყოს გაცილებით უფრო მაღალი. ანუ ბოლო დროს რაც კი აპარატები მოუგონიათ, ყველაფერი ხდება გელის საშუალებით. დიახ. ნებისმიერი რამ. ძირითადად ცელულიტი გვაქვს ფეხზე, ხო, ბარძაყზე. ყველგან შეიძლება ამ აპარატით თავისთავად, ამით შესაძლება ძირითადი ზონები არის ეს ქვემოკიდურები, ზემოკიდურები და მუცელი. ანუ მუცელზეც შეიძლება. მუცელზე შესაძლებელი. მუცელზე ასევე შესაძლებელი არის პოსტოპერაციული ნაწიბურების გაქრობა, ცუდი სიტყვა არის, გასადავება და ის ფაქტიურად შეუმჩნეველიც. ანუ ფერი შეიძლება გავიყვანოთ, ანუ პიგმენტი უნდა შევცვა. იქ მკვდარი ზონა ხშირად არის წითელი ზოლი. დიახ. ბატონო. სტრიები არის კიდე ძალიან მნიშვნელოვანი ქალბატონებისთვის. ანალოგიურად ეს აპარატი მოქმედებს სტრიებზეც. როგორი ეფექტი აქვს? ასევე მინიმუმამდე დაყავს, ალბათ ვერ ასევე მინიმუმამდე დაყავს და პრაქტიკულად უხილავს ხდის
თუმცა მაინც ცელულიტისთვის ყველაზე ეფექტურია. მე თქვენ გეტყვით ახლა პატარა მაგალითი ქალების შველა გამოჩნდა. მე რომ ვისაუბრეთ ამ აპარატზე და მაინტერესებდა, მოდი სანამ თქვათ გამივიტა, რომ დღეს გავაკეთეთ ბევრი რაღაცა, ანუ ბევრი რჩევა მივეცით, ვარჯიში იყო, შოკოლადის შეხვევები იყო, თუმცა აქ ჩვენი ნინო ისევ ჩვენთან არის და რას ჩვენი ნინო ისევ ჩვენთან არის, ამ ეხლა უკვე უკანა ხედით. და ეს ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაგვეხმარება, რომ აი ამ აპარატს, ესე იგი, შევეხოთ ნინო, მე არ ამჯერად ჩვენ შეეხები და ამის დიდი პრივილეგია გაქვს, იმიტომ რომ ეს აპარატი აკეთებს ისეთ პროცედურებს, რაც ჯერ არ ყოფილა, არა მარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. და თქვენ მოდი დაიწყეთ ამის პროცედურის გაკეთება და მანამდე მე მინდა დაუძახო ექიმს სანდრო ბოჭორიშვილს. გთხოვთ სანდრო, მოგესალმებით. აი დავაბრძანდით. სანდრო თავის პროფესიით არის უროლოგი და ეს აპარატით მე როგორც ვიცი თავიანთი პროფესიით იქნა თავიდან ჩამოტანილი, მაგრამ იმდენად რამდენადაც აქვს ესეთი თავები სხვადასხვა პროცედურებისთვის ჩვენ ვიხელთეთ დრო და როდესაც ცელულიტზე ქონა გადაცემა მოგიწვიეთ თქვენი აპარატიანად და მოდი ამაზე ვისაუბროთ. ანუ უროლოგიური პროცედურებისთვის ჩამოიტანეთ და ცელულიტის გამოდგა? უროლოგიური, ანუ ეს არის დარტყმითი ტალღის აპარატი, რომელიც მრავალ ძიმე დაავადებას კურნავს და დღეს ჩვენ შევაჩერებთ თქვენს ყურადღებას ესთეტიკურ მედიცინაზე და კერძოდ ცელულიტზე. ეს არის მტერი ნებისმიერი ქალის, რომელსაც ვერაფერს ვერ უკეთებს. საერთოდ არის მძიმე დაავადებებს კურნავსოთ, აი როგორ თქვა, უროლოგიური დაავადებები არის ასევე დაიწყეთ ორთოპედიული დაავადებები, ასევე დიაბეტური, ხო? დიაბეტური ტერფის დროსაც, ანუ დიაბეტური ტერფის დროს რა ხდება, ანუ არ ხდება სათანადო სისხლის მიწოდება და ხდება განგრენა და მე შეიძლება ამპუტაციითაც კი დამთავრდეს ეს ისა. ეს ამას ყველაფერს ცვლის. და მოდი ახლა ვისაუბროთ კონკრეტულად ცელულიტზე, ესე იგი ამ აპარატის საშუალებით სიზარღვების აღდგენა ხდება, ან თქვათ ახალი სიზარღვების გაჩენა, ხო ამ ტალღების გაჩენა? მართალი ხარ, ეკო, დიახ, ანუ არსებული სიზარღვების გაჯანსაღება და ახალი სიზარღვოვანი წნულის გაჩენა, ანუ ახალი